ჰაი. ვინ არ მელოდით, ხო, ახლა თქვით. ღამის გაგანიეთ 12-15 წუთზე. როგორ ხართ ხალხო? გადაწყვეტე ცოტა ხნით მოვიდე და თან ცოტა გეჭორაოთ, იმიტომ რომ არც მეტი არც ნაკლები როდის უნდა დალიოყავა თუ არა, თითქმის 12 საათზე. ხო და რადგან არ ვმუშაობ, მე დღე და ღამე უკვე არეული მაქვს, ამიტომ მაინც არ მძინავს დილამდე და მე უჩენია ვდგები, იმიტომ რომ ისე მცხელა ფიზიკო წოლა არ შემიძლია და რა შვებით გოგოებო, ხო კარგად ხართ, სადამ მომიბერა ხო არის. ნუ რა არის, რა მოჩხვარული ვარ. რა შვებით ხალხო. გაცივდი, ახლა შენი ნერვი არა, იგი პეროაკ. ესე იგი გარეთ ვყავდა მარიკო. ისე ირნა. მან მომკლა. ცოტა ხანი გაერთო. რავი, არავინ არ იყვნენ ბავშვები, მაგრამ რავი, გაერთო რა. ხო და შემოვედით თუ არა საში ყველაფერი გავიხადეთ. ისე ვცხელოდა, აი დიდი შობილები დავდიოდით ლამის. ისე ვცხელოდა, რომ ნუ აი და ვინ შემხვდა ქუჩაში, ვაიმე ვერ ვსუნთქავთო და მეთქი. ვერც მე მევთხარი. ძალიან მინდა ჩემი მეგობრების ნახვა, ზოგი აქეთ არ არის. ზოგი ისე მუშაობს, რომ ნუ აი მაგათი სამსახურის ესე იგი შეთავსება ადამიანურ ურთიერთობებთან არის შეუძლებელი. ისეთი სამსახურები არსებობს, ანუ ძალიან გთხოვ დაასვენეთ რა ჩემი მეგობარი, თუ შეიძლება გაგიკვირდებათ და ადამიანებს სჭირდება დასვენება. ხო, გაგიკვირდებათ. მოდი ფინიკი მოვიტანო, ვერამ წარიღავა. მთელი ჩემი კალორიების რვეულები, ყველაფერი ჩანაწერები დამჭეს სოფელში. ზუსტად ვიცი რომ ყობა მაგას არ წამოიღებს, იმიტომ რომ მაგას რო ხელში რამე უკავია, ცუდად არის. ხო და მომიწევს თავი და ყოფის წერა. კი მეუბნებთ ხოლმე რომ ტელეფონში გქონდეს, მაგრამ ხალხო მე ტელეფონში მხოლოდ მასალებს ვინახავ, რომ აი ხა მანცად ვიძებო ისინი გაროხები და რაღაცების კალორიები. ამიტომაც ეს ვიპოვე. ყობა აქ სოფელში წასვლამდე ყობა სუპიდია და ალბათ გონია რომ ჩამოვა ექნება. გავანადგურე. ნახევარ. ძალიან ვთქვი დროზე ჩამოვიდე საზამთრო გვინდა ოჯახს. ერთი მწარეყავა მომიდუღებია. აი რა გითხრათ. ეგ მან უგეშებს რომ ამას ვაყოლებ, თორემ ხალხო რა შვებით. როგორ მიდის თქვენი ოჯახობანა? წეგან ვიჯექი და ჩემთვის აი ფიქრები რო აგიყოლებს, ხო გაქვთ ხოლმე გოგოებო ეგეთი რაც რომ აი აყვებათ რა ეს ფიქრები და ვერაფერს ვეღარ უშვებით, ფიქრობთ მე ხო ამ ყველაფერზე. დაახლოებით ეგ დამემართა. ეხლა ვიხსენებდი. რამდენი რამ იყო, რაშიც და ვერ ვემთხოვიდით მე და ჩემი მეუღლე და რამდენი რამე იყო, რაც ძალიან დიდი ძალისხმევით დავძლიე იმ კუთხით, რომ დავაძლევინე და დავანახე სხვა კუთხით ჩემს მეუღლეს, იმ კუთხით, რა კუთხითაც ვფიქრობდი, რომ სწორი ვიყავი და უბრალოდ ან მას არ ესმოდა ისე, როგორც მე მესმოდა, ვთქვათ, ან რაღაცა კომპლექსი ქონდა, არ აქვს მნიშვნელობა, ნუ რაღაცა მისთვის არ იყო რაღაცა მისაღები რა. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ ადამიანს შეცვლი. უბრალოდ არის რაღაცა თემები, რაზეც შეიძლება არასოდეს უფიქრია ადამიანს და მე რაღაცა მიუღებლობა აქვს, მაგრამ რაღაცას რომ მე სწორად დაანახებ, მოწონ თითქოს, ან იმიტომ რომ შენ ძალიან მოსწონხარ, იმიტომ მოწონ, ნუ არ აქვს მნიშვნელობა. ესე რომ მოვიხმო, ხო, არ გაგიტეხავ, დაახლოებით ეგეთია.
და რამდენი რამ გავიარეთ ერთად სანამ რაღაცნაირად ერთ რელსებზე დავდგებოდით. სულ ვიცახი. შეყვარებულობა აბსოლუტურად განსხვავდება ოჯახური ცხოვრებისაგანო, აი ცა და დედამიწა. რაღაც თითქოს რაც შეყვარებულობაში უიმე გესმით, შეიძლება იგივე რაღაცები ცოლქმრობაში ვერ გაიგოთ. რატომღაც ეგეთი უცნაურობა ეს ოჯახის შექმნა, მაგრამ მე ერთად თუ მონდომებაა, ხო? მე ერთად ყველაფერს ქოქავთ რაღაცნაირად, რა. თუ უყვარ ხარ ეტაპობრივად იმ რაღაცებს მიიღებს, რაც თქვათ მგენ ძალიან გინდა. თუნდაც ვიდეოების გადაღება, დოდონასი ოღონდ. მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, როგორ არ მოწონდა. მარიკო დადნა მიირთვიდე. ამას ალბათ მე დილით ფაპატაც უნდა ვიდეოს, თუ რა ვიამდე ხნიან გამოვა. დავდოს გაგანია ღამია, მაგრამ რა კომპრომისებზე და რა იმაზე წასულხართ, რომ რაღაცნაირად არ ყოფილიყო ძალიან დიდი თქვენ შორის რაღაცა ომი ან დაშორება ან საერთოდ კომპრომისებზე ხანდახან გვიწევს ადამიანებს წასვლა და ეს მას ანიშნავს, რომ მე ჩემი თავი გადავდე თუ რა, აი მაგ კომპრომისზე არ უნდა წახვიდეთ, რომ შენი თავი გადადო. მაგრამ არის რაღაცები, რაც სხვისთვის უნმე კაი რა, აი ესეთი რაღაცაც მქონია, რომ აი რო კითხავს კობამ, რომ ან სამსახურს თავი დაანებე, ან დაგშორდები რას იზავ. ჯერ საერთოდ ვერ ვხვდები ეგ რატომ უნდა იკითხოს ადამიანმა, მაგრამ ნუ ხო კაი, თქვათ იკითხა, ხო დაუშვათ ვიძახი რა. ნუ ეს იმას ნიშნავს, რომ არის ძალიან ეჭვიანი ადამიანი, სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ მესმის რატომ უნდა დაგანებებინოს ძალით სამსახურს თავი. ხო არის კაცო ეჭვიანი ადამიანები, როგორც მე ვარ და არ ვარ ძალიან ეჭვიანი, ვიღაც არის პირიქით, ხო? ფიქრობ ხოლმე, აი რატომ აი კაი თქვათ მითხრა. პრინციპულად არ დავანებებ, არათუ ვერ დავანებებ, არ დავანებებ, იმიტომ რომ უბრალოდ გაუგებარია ჩემთვის, იმიტომ რომ შენ არ გინდა, ამის გამო მე დავთმო ის რაღაცები, ოღონდ კაცმა არის რატო არ გინდა, უბრალოდ არ გინდა, იმიტომ რომ კაცი ხარ და თავში გაქვს ნაგავია ეგ გამოტენილი რაღაცა ეჭვებით და აი არ გინდა რა და ვცდი რომ აბა ეხა ერთი რას იზოს, რას ქვია თავს არ დაანებებს და რაღაც. ალბათ ამ შემთხვევაში თმობენ ქალბატონები თქო, ვფიქრობ რა, როცა არ უნდათ საყვარელი მამაკაცის დაკარგვა და პლუს კაი თუ მომიტანს ყველაფერს დავანებებ რა, ეგეთი ის არის. მე ესე მგონია რატომღაც. დიდათ არ უნდათ ის სამსახური, რაშიც არიან და აი თუ არ უნდა დავანებებ და მარჩინოს. არ ვიმუშავდეთ თან მარჩინოს არა? ოჯახს ხო რეალურად ორივე უზრუნველყოფს და აქ მარტო ერთი არ არის, ხო? ხა როცა ორივე მუშაობს. მაგრამ მაინც უნდა გვარჩინოს, ხო? მაგრამ აი ამ კომპრომისებზე ვერ წავალ. იმიტომ რომ ოჯახი მქონდეს თითის სწორებზე ვერ ვირბენ, იმიტომ რომ ასასე არ უნდა. კაცრებოდ. ვსუნთქავთ ქალები. ამ კომპრომისებზე არ წახვიდეთ. ძალიან ბევრ ამაზე გვიწევს ხოლმე ხანდახან. მაგრამ ბევრ ამაზე არ. აი თუნდაც იმიტომ რომ არ მინდა კაცი ვარ და მე შენ გეუბნები რომ არ იმუშაო.
სად წერია ეგ? მეც და მირთვი ეგ მეც არ მინდა. ჩემ გამომოკვდები, ვაიმე დედიკო, ჩემო სიცოცხლე. არა დილ აღარ თქვა, ჩემო ერთადერთოდე. ვიცი ჩემო სიცოცხლე, ნუ ნერვიულობ მიშველეთ, გავაპრენ ახლა დე. მიყვარ ხარ დე, მირთვი შენ. ხო და აი ხა წამოუარა რა თავში რომ ჩემი ცოლე და აი ხა სამსახურთავი დაანებდა სახში ჯექი და რაღაც იჭუჭე რეცხე და შვილები აჩინე და თვითონ კაცობს. აი ტყლარში მერე ეგრევე მარჯვნივ და მივაყოლე პარწყმიდან. რას ნიშნავს ეგ? მუშაობ, ჭუჭასაც ვრეცხავ, შვილსაც ვზრდი და ოჯახს ვუვლი ზოგადად. შეიძლება ყოველთვის გაკეთება, ხო? აუცილებელი ხო სამსახურიდან წამოვიდე, რომ ჭუჭელი დაპრეცხო. თუ არ დაირაცხება, ხო არ არის პრობლემა. მოიძიეთ ხოლმე ნაგვისათვის პარკები, ცელოფნები. რა ვიცი, ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა, თუ გინდათ ორი ნაბიჯის რაღაცა მალე რო იხევა, ეგენიც თუ გიყრიათ სახში არც არ არის პრობლემა. და ჩაყარეთ ის გასაერცხი ჭუჭელი თუ ძალიან გეზარებით და გადაყარეთ. ანუ გოგოებო ცხოვრება გავიმარტივოთ, ძალიან გთხოვთ. იმიტომ რომ აი ხა სამსახურთავი დაანებით რომ მე მოვედი და რაღაცა სახლიდან სალაგებელი არა თუ რა მოდი რა ამ ცხოვრებაში მოვედით ერთხელ ჯერ ისედაც ისე მუშაობთ ადამიანები რომ კანცი გვეკეწყვეტილი და აი ხა კიდე მოვიდეთ და გმარი და ხელები მიშალოს რომ იცი რას გეტყვი ახლა რაღაცა ან თუნდაც კორპორატიულზე ვერ წახვალ, იმიტომ რომ აი ეგრე მინდა. აი და ქალებთან ერთად ყავაზე ვერ გახვალ, იმიტომ რომ ანუ რა პუნჩი გადიხარ, სახში ვერ დალე. ალბათ ეჭვიანი კაცები არიან, ხო, ეგეთები. მაგრამ ზოგი კაცავს რომ ეჭვიანი კი არა ვარ, ყურადღებიანი ვარ. ანუ ხმე რო ყავაზე არ გამიშვა, ხო, დაუშვა და ქმარი იყო. თუმცა შეხარ ცამდი ყურადღებიანი. ეს ეჭვიანობაა შვილო. უბრალოდ რატომღაც ხანდახან კაცები არ აღიარებენ ხოლმე ამას, თორე ას ნიშნავს ყავაზე არ გამიშვას. ანუ ნახე თავში ვერ ვილაგებ აზრს, რა შეიძლება მე ვუპასუხო ამას. არ გამიშვას ყავაზე. ანუ აი წარმოუდგენელია, ხო? მაგრამ რამდენი ქალია ამ დღეში? რამდენ ქალს აქვს ეს ძალიან მძიმე ყოფა. რამდენ ქალს ჭირდება რეალურად შველა. რამდენი ქალი ვერ გარბის ასეთი მამაკაცები. როდეს მამაკაცი არის მოძალადე, ახლა იქ არ გიშვებს, ესე გამოკეტავს არ შეიძლება. მოძალადია რა არის? ყურადღებიანი არა ყვახი, მოძალადია, ეჭვიანი. ზოგადად მგონია რომ ეჭვიანი კაცი არის მოძალადე. ახლა შეიძლება ცუდად ჟღერს ეს მოძალადე სიტყვა, მაგრამ ეგრე ახლა ფსიქოლოგიურად ძალადობ ჩემზე, ხო ეგრე გამოდის, ხო? ხა იქ არ მიშვება, აქ არ მიშვება, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალადობ ჩემზე. ხა აუცილებელი კი არ არის კაცო. აი იყო ნაჯახი და ცხვირი გამიჩეჩქო. მოძალადე ხარ. სიტყვა მეტად აუბედურებს ადამიანს, ვიდრე დარტყმა. სიტყვით შეიძლება ისე გამანადგურო, რომ აი ვეღარა მოვისუნთქო და ვერ დავივიწყო. მაგრამ ასე რომ მოძალადია ჩვეულებრივი და ძალიან ძალიან ბევრი ადამიანია სამწუხაროდ ქალი და სულ მინდა ხოლმე რომ აი რაღაცნაირად ჩემი ძალა და ენერგია აი ესე რაღაცნაირად გავუნაწილო ხოლმე გულით ამ ქალბატონებს რომ ეყოთ ძალა რომ თავის სიტყვას კონდეს იმ სივრცეში ძალიან დიდი ძალა. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ ქალები, ასე რომ და აი ისეთი გოგონებიც ხო არსებობენ. არ აქვს პრობლემა. არ გინდა ვიმუშაო, შეიძლება სახში არ აქვს პრობლემა. ანუ მათთვის ეს როგორც ასე ძალადობა ესე არ აღიქმება, გესმით? მარჩინე კაცო ვიჯდები რა. ეხლა ის არ უყვართ დიდად მუშაობა და სახში ურჩევნია.
კაცო არიან ადამიანებსაც არ უყვართ ეს გარეთ ხო ხვდებით გასვლა, მაგრამ სამწუხაროდ აქ მხოლოდ გარეთ გასვლაზე არ არის საუბარი, სადაც ის ამბავია, რომ შენ არ იმუშაო. იქვე, ჰოპ, ჩააკვახებს, იქ არ წახვიდე, ჰოპ, იქ და იმდენ შეზღუდვას დაგიწესებს რეალურად, რომ გაანიზებ ხარ უკვე 75 სასარგში, რომელსაც მზიშუქი გავს 5-ჯერ ნანახი. რა თუ არ გაწუხებს ეს კიდე კაი ამბავში ხარ. რომ გაწუხებს და ვერ ებრძვი და რაღაცა ჩეს ძლიერია და მანიპულატორია, აი საშინელება, ანუ აი ასეთ კომპრომისებზე მე ვერსეთ კაცთან ვერ წავალ მაგალითად 15 კვარი რომ მყავდეს და ეს მიზეზი ქონდეს 15-ესგან დავანგრევდი ოჯახს ჯვარი წერია 15 კი არა მეორე წერია უკვე თუ მაღალო ხო და ესეა ყველა სხვადასხვანაირად ვფიქრობთ ხო ჩვენთვის ყველა სხვადასხვანაირად აღიქმება რაღაცები მაგრამ მივდივართ მაინც იმ ამბამდე რომ ხო რა ეჭვიანობაა რა რავი აბა რა ქვია ხო ასეთ კომპრომისზე იმიტომ რომ შენ იყო კარგად და მე ვიყო ჯოჯოხეთში ნამდვილად ვერ წავალ მე ნუ ხარ რაღაცა რამდენიმე ტიპის ქალბატონებზე ვისაუბრეთ ხო უკვე მაგრამ მე ვერ წავალ უბრალოდ ლოგიკაში ვერანაირად ვერ ვსვამ ამ ამბავს ვერანაირ ლოგიკაში ჯდება ის რომ იმიტომ რომ მე კაცი ვარ აი ეგრე უნდა იარო ოთახიდან ოთახში ეს ქალი ვარ რომელსაც მაქვს უამრავი უფლებები ისე როგორც შენ ამ შემთხვევაში მამაკაც ხო ეხლა მე დაკობამ ძალიან დიდი გზა გავიარეთ ხო ერთად და ძალიან ბევრი წინაღობები გქონდა რაღაცები ცოტა ხასიათებში რაღაცები როგორც ყველა წყვილს ეხლა ამ მნიშვნელობა აქვს დაკონკრეტებას ხო როგორც ყველა წყვილს ბევრი რაღაცა დეტალები გქონდა და დღემდე ვმუშაობთ და ვმუშაობ განსაკუთრებით მე იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ასრულებს ქალი ამ ამბავში რომ ეტაპობრივად რაღაცები შემოუტრიალო ის ცნობიერება რაც თქვათ ჩემთვის არ არის რა თქვათ მისაღები მაგრამ და დროთა განმავლობაში მისთვის ეს რაღაცა მისაღები გახდეს და არ იყოს ეს მისთვის დისკომფორტი და პირიქით ხო არა რაღაცა ძალიან მარტივი ყოფილა რაღაც თქვას ადამიანმა და ნუ რატო ჭედავდი და პირობითად ვიძახი რა კარგი გოგო ხარდე რეალურად ურთიერთობები ხო სიკვდილის ბოლო წუთამდე ბრძოლა რაღაცნაირი რა ხან ისეთი ხან ასეთი ხან იმაზე ხან ამაზე სულ რაღაცა იმაში ხარ ხო რაღაცების ზრდაში ხარ სულ რაღაცა იმაში ხარ რაღაცა ფიქრებში ხარ რაღაცა იდეები გაქვს რაღაცა გეგმები გაქვს სულ მუდმივად ცხოვრებაა ზოგადად ხა ესეთი და თავისთავად უქრობაც მოიაზრება ხო ამაში მით უფრო როცა უკვე შვილი ყავთ შვილები ყავს და უამრავია და ამ ყველაფერში კიდე ვიღაცის რაღაცებს გებრძვის და არ უნდა ის შენი რაღაცეები ძალიან საწყენია და ძალიან რთულია ამის მიღება აი ჩემთვის რიგითი ადამიანისთვის მაგალითად თორე როცა ამ ყველაფერს იღებ ალბათ უფრო მარტივია მე გადაეწყო რაღაცებზე მაგრამ როცა თავიდანვე შენს მეორე ნახევარს ფაქტობრივად შეყარებულობაში ეუბნები რომ იცი რა არის ჩემთვის შავია თეთრია და იმიტომ რომ შენ ფერებს უღმახედავ მე ასე უნდა დავინახო მე ასე ვერ დავინახავ ეს ჩემს შემთხვევაში თავიდანვე ძალიან გაზრებული იყო ჩვენს ურთიერთობაში ნუ ხა მაშინ სოციქსელი დოდონას კუთხით არ მქონდა დაწყებული მაგრამ ძალიან მალევე დავიწყე რეალურად და ხო ამაში დამჭირდა ნაბიჯების გადადგომა მაგრამ ერთად გავიარეთ გადავდგით კი არა ვიხტუნავეთ ფაქტობრივად ამიტომ ქალებს ძალიან ბევრი რაღაც შეგვიძლია რომ ჩვენი
ძალიან მნიშვნელოვანი კუთხეები დავანახოთ მამაკაც და დავანახოთ, რომ იცი რა, აი ამას, რომელსაც შენ ხედავ და შეთვის უბრალოდ რაღაც ბანკას გავს, ხო? ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი ნივთი და გთხოვ, რომ ამას ისე ნუ მოიხსნა როგორც ბანკა. პირობითად ვამბობ. მე ეტაპობრივად უკვე ისე ხედავს როგორც შენ რა. ამიტომ მაინც იქამდე მივდივართ, რომ სიყვარული, პატივისცემა, გაგება ძალიან ბევრი რამ არის სამუშაო და ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. არის კაცო მომენტები, როცა ეს ყველაფერი რაც ჭირდება წყვილს და ძალიან ესე ხდება, მაგრამ იმათ სხვა პრობლემები აქვთ მერე, ხო? ანუ სულ რაღაცა შეიძლება ხდებოდეს და არაფრიდან შეიქმნეს რაღაცა სისულელეზე პრობლემა. ესე რომ მაინც ვფიქრობ, რომ ეჭვიანობა არის ის, რაც ხუპავს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ოჯახებს ამცხოვ ძალიან ბევრი ეჭვიანი მამაკაცი ცხოვრობს. ძალიან. თუ ოჯახის შესანარჩუნებლად მე უნდა დამჭირდეს საკუთარი თავის დაკარგვა და გაწევა, მაშინ ვერავის ვერ გავწევ. ჩემი ცხოვრებიდან დაუმსახურებლად და ნურც ნურავინ მაიძულებს, რომ გავწიო, იმიტომ რომ საკუთარი თავი დავკარგო. მე საკუთარ თავს ვერ დავკარგავ და იგივეს ვურჩევ ყველა ქალს, რომ დათმობებზე წასვლა არის ჩვეულებრივი ამბავი, რაღაცები რაც გიღირს რომ დათმო, იმიტომ რომ ერთობა იყოს, რაც ისედაც შეიძლება იფიქრო, რომ ხო, რომ რაღაცა თუნდაც აი ბევრი რამ მქონია ისეთი, რომ მე თვითონაც ვაცნობიერებდი, რომ უარყოფითი იყო და დამithმია ეს რაღაცეები, თვისებები, რაღაცეები, მაგრამ ისე რომ ეხლა შენ გვანცა მოდი ადექი და შენ არ იყო ვინცხარ და იზიყავი მის მე მინდა ნურას უკაცრავად. მე ვარ, შენ ხარ და მოდი ერთად უნდა შევეცადოთ, რომ გავიდგეთ ფეხზე. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვერაფერი ვერ იქნება და სიყვარული არ ნიშნავს საკუთარი თავის გადადებას. დროებით.